იმით დავიწყებ, რომ ერთი მკვახე ინგლისური გამოთქმა მახსენდება, აი ღორს რომ პომადა წაუსვა. აი ეს მახსენდება. იცით რას ვიტყვი? ამ ადამიანებმა, ვინც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის, თავის ხალხს დაუმიზნა ძველი რუსული ნაგანი, რომელშიც დაჟანგებული ტყვიებია. და თან ძმები ვართ და ასე შემდეგ და ახლა ბიზნესიც იმ ხალხის ნაწილია და იმ ხალხიდან არის გამოსული მცირე გამონაკლისის გარდა, რომლებიც წურბელები არიან და ბიზნესმა იცის ვინაა წურბელა და ვინაა ხალხიდან გამოსული ბიზნესმენი, რომელმაც თავისით ააშენა თავისი ბიზნესი წლების უკვე აწლეულების მანძილზე. ახლა ამათ ცალკე დაუძახ, არ ვიცი რა ილაპარაკეს, მაგრამ ამ არც მაინტერესებს, იმიტომ რომ შინაარს ხვდები. ხო, პოლიტიკაზეო, იმდენად არ გვილაპარაკიაო, ეკონომიკაზეო ვისაუბრეთ, საგადასახადო შემოსავლების ზრდაზეო და ასე შემდეგ. აი სულ რო არ ვიცოდე, ჩემი აზრით გზავნილი ასეთია დაახლოებით, რომ ჩვენ ერთმანეთს ჩვენ ვართ ერთი სისხლის და ხალხი ბრბოა დაახლოებით ასე და მისი მიზანია რომ ბიზნესი დაარწმუნოს რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება. არა და ბიზნესის ხალხი ძალიან გამოცდილები არიან და ძალიან კარგად ხედავენ ნაგანი ვინ დაუმიზნა. და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგად იციან ის რომ ხალხს გაუსწორდება თუ შეძლებს ამას მერე იმათ რას დამართებს და არა მგონია რომ ამ რეტორიკამ რაიმე შეცვალოს. უფრო მეტიც მე არ ვაქცევ ყურადღებას მათ საუბარს, მე მათ ხედავ როგორც განწირულ საკუთარ შეცდომებში და საკუთარ დანაშაულებში მოტივტივე და მოფართხალე ჯგუფს, ვიწრო ჯგუფს, რომელიც ცდილობს რომ გადაფაროს თავისი წარსული შეცდომები და არ აღიაროს თავის თავსაც არ უთხრას და როგორღაც ფსონს აორმაგებს შეცდომები და დანაშაულები. აორმაგებს ფსონს როგორც პუტინი აკეთებს ისევე რომ როგორღაც გამოძრნენ. შანსი არ არის. ანუ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, ამაზე მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. და ეს ძალიან მალე გამომჟღავნდება. ანუ ჩვენ ზედა ხალხო, ერთს ურჩევ ჩემს საყვარელ ხალხს, ჩემო ქართველო, გულით ქართველო ძმებო და დებო. გეხვეწებით, დიდი ადამიანები ლაპარაკობენ იდეებზე და ძალიან პატარა ადამიანები ჭორაობენ. გეხვეწებით, შეხედეთ ესე ზედაპირულად კინოუყურებთ საკითხებს, შეეცადეთ რომ სიღრმეში შეხედოთ. იფიქრეთ იდეებზე, განათლებაზე, საკითხების სიღრმისეულ ანალიზზე. ეს ზედაპირული საუბარი და ეს აი გაუთავებელი ინფორმაციების ნაკადი არის დამანგრეველი ყურადღების გადამტანი. ამდენი წელი ეს ხდება და უკვე დროა რომ მივხვდეთ რომ ეს ზედაპირული კაკანი არ შეცვლის რეალობას. აქ რას ვიტყვი, იცი გიორგი? მოდით ჩვენ ფუნდამენტურ საკითხებზე ვილაპარაკოთ. თქვენ როცა თქვით, ეხლა ესეთ ფრაზა თქვით, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. მათ შორის ეს უკავშირდება ალბათ სტატისტიკით მანიპულირებასაც. როდესაც ჩვენს მაცივარში და ქუჩაში და სოფლებში და ქალაქებში განსხვავებული სურათი არის მოსახლეობის დიდ ნაწილში. ფაქტია, რომ ამ ნაწილისგან განსხვავებით ერთი პატარა, მაგრამ ღირებული, ამ თქვის ვთქვათ, ფულადი გაგებით ნაწილი მართლა ძალიან ხეირობს. ასეთი სარგებელი, ასეთი შემოსავლები, ამ მასშტაბის ფულის ტრიალი საქართველოში ჩვენ მართლა არ გვახსოვს. ეს შესამჩნევი გახდება მარტო დაუშვათ ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების რაოდენობას და გამოშვების რო შევხედოთ, ხო? ანუ ეს სახეზია. მაგრამ ამავე დროს მთელი დანარჩენი მოსახლეობა რა დღეშიც არის, ხო? იმაყურებელს ახალ ფორმულაში ვაჩვენეთ კიდეც კადრები ჭიათურაში მოშიმშილეთაგან ორი ძალიან მძიმედ გახდა სისხლის ისინი მშრალ შიმშილობაზე იყვნენ და გადაიყვანეს საავადმყოფოში, როგორც თქვა, საბედნიეროდ თქო, მაგრამ მაინც ცოტა ამოვისუნთქეთ, იმიტომ რომ რაც მე ამ ადამიანების მდგომარეობას უყურებდი, მართლა ყველანი ძალიან შეშფოთებულები ვიყავით. ამ ფონზე ხდება ეს ყველაფერი. გუშინ იჯდა სხვათა შორის და მე მოგცემ საშუალებას, რაც შეიძლება ღრმად ისაუბროთ ტელეკომპანია იმედის ეთერში, უბრალოდ ჩვენ ვერ ვიყენებთ ვიდეოს, იმიტომ რომ მე გვიჩივიან ამაზე, მაგრამ რატო სრულიად გაუგებარია? მინდოდა მეჩვენებინა კობახიცის საუბრისის ნაწილი, როცა ის ეკონომიკაზე საუბრობს, არც ერთი სიტყვა ჭიათურის პრობლემაზე.
მოშიმშილი ადამიანებზე, რომლებიც სიკვდილის პირას არიან მისულები. არც ერთი სიტყვა შიმშილზე მოშიმშილების ნაწილში მარტო კი არა, არამედ შიმშილზე პირდაპირ გაგებით, რომელმაც მოიცვა მთელი რეგიონი არის განწირული ამ თვალსაზრისით, ხო? ვიღაცების სუბიექტური გამდიდრების ამოცანების სამსხვერპლოზე. და აი ამ ფონზე ვლაპარაკობ ჩვენ სტატისტიკაზე. გითხარით აგვიხსენით როგორია რეალური სიტუაცია. მოდით შევხედოთ, ვიცით როგორ არის? ძალიან მარტივად ამას ვიტყვი. ბოლო 5 წლის მანძილზე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური ზრდა გაორმაგდა ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი. ეხლა თითოეულ მოსახლეს შეუძლია თავისთავად კითხოს, თქვენ გაგიორმაგდათ შემოსავალი ამ 5 წლის მანძილზე? თუ გაგიორმაგდათ, გილოცავთ და თუ არ გაგიორმაგდათ, ორი კითხვა მებადება. ვიღაცამ ან თქვენი წილი წაიღო, ან თლათ ესე არ მომხდარა. აი ესაა საკითხი. არ მინდა რომ წავიდე ახლა დეტალებში, იმიტომ რომ ამაზე ხშირად საუბრობ, ძალიან ვაფასებ თქვენ გადაცემას და მინდა რომ ჩვენს მოსახლეობას ის უთხრა, აი უფრო ფუნდამენტური საკითხები, ანუ რა არის კარგი მმართველობა. ჩემი ხედვით ამ ხელისუფლებამ და ბატონმა ყობახიძემ უფრო ნაკლები იცის კარგ ეკონომიკაზე და კარგ მმართველობაზე, ვიდრე გია ჯაჯანიძემ იცის გოჭების და ჩიტების ენა. თუმცა გიას უპირატესობას ამ შეჯიბრში აშკარად გრძნობს. აშკარაა და ამიტომ მე არ მჯერა რომ ეს ხალხი შეძლებს ბიზნესის და საერთოდ ეკონომიკის მართვას და ქვეყნის სადღაც გაყვანას, იმიტომ რომ მათ ეს საქმე არ იციან. უფრო მეტიც იმდენი შეცდომა და ისე ბოდიში ისე იქ წავედი, რომ იმდენი შეცდომა და დანაშაულია ჩადენილი, რომ ახლა იმის გადაფარვაში არიან და ისინი ვერაფრით ვერ მოახერხებენ. ადამიანებიც, მე მცოდნე ადამიანებისგან იცლებიან. ახლა ერთ-ერთი იშვიათი მცოდნე ადამიანი იყო ბატონი ლევანი, ხო? ნუ ცალკე საკითხია იქ მორალურ საკითხს როგორ ვაფასებთ, რაღაც მაგრამ ნამდვილად ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი. ვიცე-პრემიერი, მცოდნე ადამიანი იყო ნამდვილად და ასეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ გულწრფელად ცდილობდა რაღაც გამოეყვანა ამ საქმიდან. ჩემი აზრით, სავსე გახდა უკვე შინაგანი კონფლიქტებით, იმიტომ რომ რო ხედავ ვის ემსახურები და რას აკეთებ, ეს არის დამანგრეველი, მეორე მხრივ გონია და ცდილობ რომ აი საქართველოსთვის რაღაცა გააკეთო, ეს ორი საშინელ მდგომარეობაში კონფლიქტში შედის და არ არის კაცი, ხო? ვინც მოიყვანეს ეს ადამიანი, არც მინდა საუბარი, არ ვიცი ხა რა ეკონომიკის მინისტრი, აი ხალხო, რა ბიოგრაფიას შევხედოთ და არ ვიცი გავანაზოთ რა გაუკეთებია და როგორ უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა, როგორ უნდა წაიყვანოს. გავანებოთ ახლა ამ საკითხებს თავის შევხედოთ, კარგი მმართველობა რა არის. ნობელის პრემიის ბოლო ამ წიგნს მე ხშირად ამ შრომას ხშირად ვახსენებ, იმიტომ რომ ესენი არიან ფანტასტიკური ეკონომისტები. ეკონომიკა ისეთივე მეცნიერებაა, როგორც არის ფიზიკა, როგორც არის ქიმია, ну ის ზუსტი მეცნიერება, ეს უფრო ბუნებისმეტყველური, ამავე დროს მას თავისი კანონები აქვს, როგორც ფიზიკას აქვს თავისი კანონები და გრავიტაციის ძალა ფიზიკის კანონია, აქაც არის თავისი კანონები. ეკონომიკა და ეს დადგენილია და ამ შრომისთვის მიიღეს მათ ნობელის პრემია, რომ ეკონომიკას აქვს ორი ტიპის ეკონომიკა არის სოფლიოში. არის ინკლუზიური, ანუ ისეთი ეკონომიკა, რომელიც ხალხს ჩართავს საქმეში და არის ექსტრაქციული, ანუ გამომწოვი ეკონომიკა. ექსტრაქცია გამოწვევას ნიშნავს, ხო? მოდით ვნახოთ რა არის ინკლუზიური ეკონომიკა. ინკლუზიური არის ეკონომიკა, როდესაც კანონი კანონობს. ის კანონი ჯანსაღი არის და არა რაღაცის სასარგებლოდ გაკეთებული, ადამიანები თანამბრები არიან იმ კანონის წინაშე ნამდვილად. ქვეყანაში არის ინსტიტუციები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინსტიტუციები, რომლებსაც თავისი აზრი და საქმეზე არიან ორიენტირებული და ისინი კანონის წინაშე ასევე არიან თანასწორი. ხო? და აქ არის პირობები, როდესაც ესე იგი, სახელმწიფო თამაშის წესებს აწესებს, სწორ თამაშის წესებს და დანარჩენს თვითონ ხალხი აკეთებს. ბიზნესიც ხალხი არის და ხელოვნებიც ხალხია, სპორტიც ხალხია და ასე შემდეგ. აი ესეთი არის ინკლუზიური ეკონომიკა და ინკლუზიური ეკონომიკის შედეგები არის ეკონომიკის განვითარება სწრაფი, ინოვაცია. მე ჩვენ რაღაც სლაიდებიც გვაქვს და ვაჩვენოთ, ხო? ხო, და ვაჩვენოთ სლაიდებიც, უფრო სხვა საკითხებზეა, მაგრამ ეს მინდა რომ ავხსნა, არ მინდა რომ პროდიუსერს არ შეეშალოს. კი ბატონო, აი ვაჩვენოთ სლაიდები, არ შეგუშლის ხელს. ასეთი ეკონომიკა
ნუ ევროპის თქვათ ქვეყნების დიდი ნაწილის ეკონომიკები არის ინკლუზიური და რაც უფრო კარგად არის ქვეყანა, მით უფრო ინკლუზიური ეს პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირში, ანუ რაც უფრო ინკლუზიურია, მით უფრო კარგად არის. სადაც დოლათის ზრდაზეა ეკონომიკა ორიენტირებული, მაგრამ მის შესაბამისად უფრო ფართო საზოგადოებას გადანაწილებს. ზუსტად ადამიანები ქმნიან იმ დოლას. ასე ვთქვათ, იაპონია არის ინკლუზიური ეკონომიკა, მას არ აქვს აი ესა ევროპის გარდა, ან დანია არის ინკლუზიური ეკონომიკა, არ აქვს რაღაცა წიაღისეული რაღაც სიმდიდრეები, მაგრამ ხალხი ქმნის ამ დოლას. აგეთ მეორე მხარეს გვაქვს ექსტრაქციული ეკონომიკები, გამომწვევი ეკონომიკები. ასეთ ეკონომიკებში ხალხი ძალიან მცირე ჯგუფი, ერთი, რამდენიმე, თან ცოტა, ან თითებზე ჩამოსათვლილი ადამიანი აკონტროლებს, შემდეგ იმათი ვასალები და ასეთი იერარქიული სისტემა, ეს ხალხი ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას და წოვს ფაქტობრივად ეკონომიკას. და იქ კანონი არათანაბარია ხალხის მიმართ. ბარიერები არის მაღალი რაღაც ბიზნესებში დაწესებული, არის კრონიზმი, ესეთი სიტყვა ინგლისური, ქართული ზუსტი შესატყვისი არ არის, მაგრამ ნიშნავს აი ძმაბიჭური, შინაურული გარიგებები, როდესაც ახლობლურად ვიღაცას უკეთეს პირობებში აყენებ და ასე შემდეგ. ტენდერებზე წვდომას უზრუნველყოფ ექსკლუზიურად და ასე შემდეგ. პირდაპირი მიყიდვები და რაღაც, დიდი მადლობა 12 წლის მერე აგზავნეს პირდაპირი მიყიდვები. ხო და მოდით, ეს არის ექსტრაქციული ეკონომიკა. აი რუსეთი არის ტიპიური ექსტრაქციული ეკონომიკა და ბელადი, რომელიც დიდი ხანი იყო ჩვენი ქვეყნის სათავეში და არ ვიცი ახლა მე ასე ვხედავ რომ შესაძლებელია ის ცოტა გვერდზე გაიწია და უკვე ქაღალდზე ბელადი არის და ჩაანაცვლა ის ბატონმა კობახიძემ როგორც უკვე ბერკეტების მმართველმა ტიპმა, მაგრამ ეს ბელადი მოსული არის ექსტრაქციული ეკონომიკიდან და მისი აზროვნების ტიპიც ჩემი დაკვირვებით არის ექსტრაქციული. ანუ ცოტა ხალხი უმართავთ მას ეკუთვნოდა მაგალითად მიხაილოვსკის გოკი და იმას წოვდნენ, ანუ და ჭიათურის მანგანუმის მმართველს ესეთია. სერაპიონა რო არის თუ ეს აი თაბაგარი რო ლაპარაკობს ზათა თუთაშხიაში რო სულანჯია ორი გოჭი ზედმეტი რომ მივეცო, აი ეს აზროვნება ხალხო. აი ეს არის ექსტრაქციული ეკონომიკის აზროვნება. და ათხრევინა იმათ ელოდონ გვირაბის ბოლოს ნათელს და სამწუხაროდ ასი ადამიანების ნაწილი ვერ ხვდება და სიმართლის თქმელ დათა თუთაშხიას ჩაქოლავს. აი ესა უბედურება, მაგრამ მე მჯერა ჩვენი ქართველი ერის ჩვენ ქრისტიანიერი ვართ, ქრისტიანულ საფუძვლებზე გაზრდილი და რუსთაველი საფუძვლებზე გაზრდილი. ანუ ეს დიდხანს ვერ გასტანს ასეთი მდგომარეობა. აი ეს არის, მაგრამ ეხლა საკითხს შევხედოთ, ეს არის ეკონომიკის ესე იგი კარგი და ცუდი მართლობა. ხა რა მოხდა საქართველოში ბოლო წლებში? რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ბევრი ფული დაგვეყარა, რაღაცა იღბალი. ეს როგორ დაგვეყარა ეს იღბალი, ანუ დიდი რაოდენობის გადახდისუნარიანი მოსახლეობა შემოვიდა, განსაკუთრებით რუსეთიდან, თლიანობაში ახლობით 200,000 კაცი შემოვიდა და ამას გარდა ვაჭრობა, ესე იგი, ბევრი რეექსპორტი გახდა საქართველოსთან შესაძლებელი. რუსეთის სანქციების გამო, საქართველოს მეშვეობით გაჩნდა ახალი არხები, რომლის მეშვეობითაც ახალი შემოსავლებიც ჩამოყალიბდა. და დიდი ფული, რაც მანამდე არ ნახული იყო. ამას გარდა უკრაინის ომზე პარაზიტირება ქვია მაგას. დიდწილად, ამას გარდა, რა თქმა უნდა, ქართველი ერის შრომით, ევროკავშირთან დაახლოებით, ესე იგი, ამ მოვლენებმა მიმზიდველი გახდა უფრო საქართველოს, ესე იგი, ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ მიდის, იქ უძრავი ქონება უფრო მიმზიდველი, ასე შემდეგ. რუსები რო ჩამოვიდნენ, მერე დაიწყო კრედიტების ძალიან დიდი ზრდა, მანამდე იზრდებოდა და ძალიან აჩქარდა დაკრედიტების და იმიტომ რომ მშენებლობა გახდა მიმზიდველი საკითხი. რუსების ჩამოსვლამ იჯარები გაზარდა, იჯარები რო გაიზარდა, შემოსავლიანობები მოდი ავაშენებ, ასე გაგრძელდება, პლუს ევროპა მიმზიდველია, ანუ შუა აზიიდან, სხვა ქვეყნებიდან დაიწყო ბევრმა ხალხმა ყიდვა სპარსლის ყურიდან და კი, მათ შორის კრიზისების გამო ისრაელის ბევრმა მოქალაქემაც აქტიურა მაგ ნაწილში და ეს სიტუაცია, ესე იგი, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ჩვენ დავიმსახურეთ. ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ დავიმსახურეთ. დიდწილად იყო იღბალი. ამავე დროს ქვეყნის სათავეში მყოფებს ეგონათ, რომ მათ დაიმსახურეს. ყოველ შემთხვევაში ასე გასაღებას ცდილობდნენ და მათ რიტორიკაში ეს ჩანდა. ეს ზრდა ძალიან უთანაბროდ, აი კარგად აღნიშნეთ გიორგი, რომ ძალიან უთანაბროდ გავრცელდა ქართულ მოსახლეობაზე. ვიღაცებს, ასე იგი, პორშას გაყიდვები, ცნობილი გერმანული ბრენდის მანქანის გაყიდვები გაიზარდა 10-ჯერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 1200 მანქანა იყიდება წელიწადში, 2024-ში როცა იყიდებოდა 120 მანქანა. როგორი ამბავია. ვიღაცები
თითქმის არ გავრცელდა. კი მცირე შემცირდა უმუშევრობა, ამავე დროს მაინც საქართველოს მოსახლეობის 1/13 არის უმუშევარი, 1/13-ზე მეტი. იქიდან დაახლოებით 15% არის ოფიციალურად უმუშევარი და დაახლოებით 20% არის იმედ დაკარგული, ანუ მუშაობა სურს, მაგრამ აღარც ეძებს სამუშაოს, იმის გამო რომ იმედი არ აქვს რომ იპოვის. მოდით შევხედოთ კიდევ თუ აჩვენებთ სლაიდებს, მოდით შევხედოთ რა მოხდა დემოგრაფიაში. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ძალიან მოკლედ ვთქვათ. 312,000 ადამიანი გავიდა საქართველოდან ქართული ოსნების მმართველობის პირობებში, 272,000 ადამიანი შემოვიდა. ამავე დროს ეს გასული მოსახლეობა ძალიან ბევრ ფულს რიცხავს საქართველოში. მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% არის იქიდან მოსული ფული, წარმოიდგინეთ, ეს მთლიანი შიდა პროდუქტი დამატებითი ღირებულებაა, რაღაცა ახალი იქმნება, იქ ფულად ზოგი იქცევა, ზოგი არ იქცევა, ორმოები რო ვთხაროთ, მაინც მთლიანი შიდა პროდუქტია. და ის ფული შემოდის და იმ ფულს ქართული მოსახლეობა ხარჯავს. მაგრამ ეს გასული მოსახლეობის ხარჯზე, როგორც ჩვენ ვთქვით, ქართული ემიგრაციის ხარჯზე. ქართული ემიგრაციის ხარჯზე, თანამედროვე ტყვის სყიდვის ხარჯზე, დაყოფილი ოჯახებისა და ბევრი სხვა, კარგი მხარეებიც აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ტკივილის ხარჯზე მოდის ეს ფული. როგორ დგავართ აქ ამ ფულის გარდა რუსეთში რეექსპორტი ავტომანქანების 2 მილიარდ, ანუ ფაქტობრივად რუსეთში, ვითომ ყირგიზეთში, სად არის ყირგიზეთში ამ 2 მილიარდ ნახევარი მანქანის შემდეგი სლაიდი რო ვაჩვენოთ, 2 მილიარდ ნახევარი დოლარის მანქანების ექსპორტი ხდება. აი ეს არის და ჩვენი მოსახლეობის უმუშევრობაზე რო ვთქვი დიდი რაოდენობის, ეხლა ობიექტურები უნდა ვიყოთ. ამ თორობის პრობლემა ეს არ არის მარტო. ანუ მათ არასაკმარისად იზრუნეს ამ საკითხს და ექსტრაქციულ ეკონომიკას აჩვენებენ. ინკლუზიური რომ იყოს, ისინი ჩართავდნენ ამ ხალხს და ეს იქნებოდა ადამიანი იქნებოდა პირველი მიზანი და არა ვიღაცების გამდიდრება, მაგრამ ამათმა ეს აიწყეს. როგორ დგავართ აქ და საბჭოთა წარსულიდან გადმოყვა ხალხს უგირავნო ბინები, ძველი ბინები, თუნდაც აი ეგრეთ წოდებული ხრუშოვკები, ნუ ეკუთვნოდათ მას და იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ ძველდება ის ხრუშოვკა, მაგრამ ცხოვრობს იქ როგორღაც ჯერ კიდევ. ნათესავი ეხმარება, ვიღაცა ურიცხავს საზღვარგარეთიდან. მერე ჩვენმა წინაპრებმა ხეები დარგეს, ბევრი ლამაზი გახდა თბილისის ის სახლების შენობები დაძველდა ლამაზად და რაღაცა ტურიზმის პოტენციალი შეექმნა, ლამაზი ბუნება გვაქვს და აი ამ რაღაცა იღბლებისა და წარსული დანატოვარი ხარჯზე რაღაცა შემოსავალი შემოდის, რაღაცა ცოტა იმათაც გადაუცვიდებათ, მაგრამ რეალურად ჩვენს რეგიონებში ფეოდალური სისტემა ჩამოყალიბდა, ანუ ცოტა მდიდარი და გავლენიანი მაგარი ტიპები და მათზე დამოკიდებული ხალხი, ანუ მათ შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით დააკარგინოს სამუშაო მათ ნათესავს. ანუ ადამიანები გზას არ გაუყვანენ იმ რომელიღაც სოფელს, რომელიც ისეთია, მისაუბრიათ ყიბულში ერთი. ნუ ხალხს ვესაუბრებ, თუ რაღაცა დამოუკიდებლობის ნიშნებს აჩენს, იმ წუთშივე იმ სერაპიონასავით ჩამოართმევენ იმ ზედმეტდატოვილ გოჭრს. ხვდებით და აი ასეთი მდგომარეობაა. ეს მდგომარეობა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის და იყენებს. შიმშილი არ იყოს თავარად, ესე იგი ბუნტი არ იქამდე არ მივიდეს, რომ ბუნტი იყოს, ამავე დროს მას ეს მდგომარეობა აწყობს უმოქმედობა და გადაგორება იმ წუთში მათ აცხოვრებს და მერეზე იდარდოს მერე. აი ესეთია მათი ხედვა და პრობლემები გროვდება. ჩვენი ქვეყანა ხდება მოწყვლადი, დასუსტებული. ჩვენ თქვა თავდაცვაზე ვხარჯავთ წლებია უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%. ეხლა ნატოში უკვე ყველამ გაიგო ეს რომ 5%-ზე აიყვანეს მიზანი. 2% ისინი ხარჯავდნენ და ჩვენი მეზობლები აგერ სომხეთი და აზერბაიჯანი 2.4-5%-ს ხარჯავს და ჩვენ ისედაც პატარა მთლიანი შიდა პროდუქტი გვაქვს და კიდე იმის 1.7, ანუ თავდაცვის უნარობა. ემიგრაციის შედეგად ახალგაზრდები, ანუ ჯარიშებს, ანუ ბევრი პრობლემა, დაბერებად მოსახლეობას ვინ მოულის, დემოგრაფია და მერე ვიფიქროთ გრძელვადი ამ პრობლემებზე. ბუნება რო იცვლება, აგერ შეხედეთ როგორი ამბიდებია, როგორი ზაფხულია, ხო ეს ხო აი ფაქტია რა, ვაკვირდებით ხო ამას, ბევრი თქმა არ უნდა და ზოგან არ ისუნთქება, არ იცხოვრება ზოგ ქვეყანაში და ის ხალხი აქეთ რო დაიძრება, როგორ უნდა დავტოვოთ. აი ესეთი წყლის, ბუნების მქონე ქვეყანას აქ ქართველებს გაგვაჩერებენ ხვალ, ჩვენ თუ ძლიერები არ ვიქნებით. აი ესაა კითხვები და ამ კითხვებზე არ ფიქრობს ეს ხალხი, ხო? თავარი მათ მიზანია რომ ეს საკითხები გადააგოროს. მოდით ცოტა მომავალს შევხედოთ. კი და ბოლოს კი. მომავალს მინდა შევხედოთ. მძიმე სურათი. მეორე შრომა, აი 1-3-4 წუთი მომეცით რა. მეორე შრომა მინდა გავიხსენო ახლა
იგივე ავტორების აჯემოღლუს და ჯეფერსონის, რომელსაც ქვია ვიწრო კორიდორი. რაზეა ეშრომა? კარგი თავისუფლება არის კეთილდღეობის აუცილებელი წინაპირობა. თავისუფლება არის და კეთილდღეობა ბალანსში, რომელიც არის ერთი მხრივ ძლიერ სახელმწიფოს ხელისუფლებასა და მეორე მხრივ მობილიზებულ და ძლიერ საზოგადოებას შორის. არც თუ ხელისუფლება ძალიან გაძლიერდა, მაშინ არის უკონტროლო ლევიათანი, ანუ რომელიც მოანგრევს იქაურობას და თავის ნებაზე და წავა ხელიდან და თუ ხელისუფლება ძალიან სუსტია, მაშინ იწყება ქაოსი. არც ერთი არ გვინდა და არც მეორე ამის შუაში უნდა იყოს და ეს de facto ასე ვიტყვი, ხელისუფლება ქმნის უკვე უკონტროლო ლევიათანს. ამის წინააღმდეგ ერთადერთი თავდაცვა და აქ თომას ჯეფერსონის სიტყვები არის, მე თქვენთან ადრე წავიკითხე და აი ეს თომას ჯეფერსონის სიტყვებია, რომ ხალხმა უნდა დაიცვას თავისი თავისუფლება. აი ეს არის ერთადერთი გზა, რომ ანუ ხელისუფლება და ასეთი ტიპის ხელისუფლება, როგორც ჩვენ ყავს de facto ხელისუფლება, არაფრით არ ჩერდება კეთილის სიტყვებით. ის ჩერდება მხოლოდ ძალით. ანუ საზოგადოება ვალდებულია, საზოგადოება თუ მას უნდა თავისუფლება და თუ მას უნდა კეთილდღეობა და თუ მას უნდა საქართველო, რომ დაიცვას ის. მოდით ახლა მე მჯერა ჩვენი ხალხის ბევრი ჩემი თანამებრძოლი ასე ვიტყოდი თქვა რუსთავაზე რაღაცა გამწარებულია და აი ძალიან ცუდად გზნობენ თავს და რაღაცა უკვე ეუძახიან აი მონებო გაჩუმებულები რაღაცა მე ამას ვიტყვი რა დეპრესია ვინმე რო არ გამოდის ქუჩაში და ვერ გამოდის ეს უფრო დეპრესიის ნიშანია ვიდრე რაღაცა ბოროტების ასე ვთქვათ რა ვერ გზნობს ის ხალხი თავს კარგად და ვერ ახერხებს ამას მაგრამ მე მჯერა ხალხო ჩვენი მჯერა თქვენი ჩემო ქართველოო რომ იმიტომ მიყვარხართ რომ ჩვენ ვართ ერთად შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, სულხან საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის შთამომავლები, იმ სისხლის მატარებლები, აი როგორც მუხრან მაჭავარიანის ლექსში არის რომ გადადიოდა ქვევრიდან ხაპში და ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ჩვენში არის ეს პოტენციალი. პირველ რიგში აი მას ისე ვიტყვი რომ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ეს არის უდიდესი ნაწარმოები, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოს ნაწარმოები და შენ ჩემო კარგო ქართველო ხარ შენ ხარ ტარიელი შენ ხარ ფრიდონი შენ ხარ ფატმანი შენ ხარ თინათინი ავთანდილი ხვდებით ეს გენები უნდა ამოვიღო ჩვენში და ვიპოვოთ ის ძალა რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება დავიცვათ მოდით შევხედოთ კიდევ ერთი სიტყვები ამოვიღე მე კარლ იუნგის სიტყვები კარლ იუნგი არის მსოფლიოს ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე დიდი ფსიქოლოგი ან ერთ-ერთი ყველაზე დიდი. კარლ იუნგი ამბობს, რომ ადამიანს ჭირდება ფუნქცია. აი ადამიანი ვერ იტანს დანიშნულების გარეშე ცხოვრებას. აი ეს 34% მოსახლეობის, რომელიც არ არის დასაქმებული და ვერ არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული და ბევრი ვინც ჩართულია, მაგრამ ტირანული, თქვათ, მუშაობს სახელმწიფო საჯარო სამსახურში და ხედავს იმ უსამართლობას, რასაც ესენი ჩადიან. გული ეწვის, გული ტკიობა და ვერ ბედავს. მაგონებს სავანაში მირბენი რომ მირბის ცხოველების ჯოგი, ძალიან ძლიერი ისინი ხარკამეთში მაგალითად და ის ლომები თუ რაღაც მტაცებლები თითო-თითოს იტაცებენ და ისინი გარბიან ვერ ბედავენ რომ მოუტრიალდნენ სულ გადაქელავენ იმ ლომებს მაგრამ ვერ ახერხებენ და ხალხო ჩვენი ფუნქცია გავიხსენოთ ჩვენი დანიშნულება რისთვის ვართ ამ ქვეყნად მოსულები რა მოგცათ ფუნქცია და ყველაფერს შევძლოთ მით უმეტეს ლომების ამად ნამდვილად არაფერი უფრო გიენები შეიძლება კი ბატონო ნიკა ძალიან დიდი მადლობა შეიძლება ძალიან განსხვავებულ ფორმატში ესეთ პოლიტიკურ თოქ-შოუებისთვის მაგრამ ასეთ საუბრებით საჭიროა მე დარწმუნებული ვარ ჩვენს აუდიტორიას დაინტერესებდა არა მარტო ციფრებთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები არამედ ზოგადად ის განწყობა რომელიც უნდა წარმოადგენდეს საფუძველს და ნიადაგს საერთო ეროვნული ამოცანის ეროვნული მისიის ჩამოყალიბების და ამ მისიის გარშემო საზოგადოების კონსოლიდირების თავისუფლება არის ის საკვანძო სიტყვაც და პოსტულატით, რომელზეც შენ აშენებ, ასე ვთქვათ, აი მთელს ამ კონცეფციას ეროვნული უსაფრთხოების და კეთილდღეობის ამავე დროს და მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ამ სპეციფიური ამ სფეროების ცოდნი ადამიანებისათვის სრულიად გასაგები გახდა რა კავშირშია თავისუფლებისათვის ბრძოლა, მისი მოპოვება ამ ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფასთან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ. მადლობა გიორგი, ჯობს სიცოცხლესა, ნაძრახსა, სიკვდილის სახელოვანი.